რიგით მეხუთე გასაკვეთი გვაქვს ახლა ჩვენ, ეს არის სიტყვის ძალა. სხვათა შორის მე მახსოვს მამა ზაქარია რომ ჩვენ რომ ფერის ცვალების ბანაკი გქონდა ბაკურიანში. აი იქ ეს თემა წარმოადგენდა გახსოვთ ხომ? არა ბოლნიში წარმოადგინა მამა ზაქარია. ხო, ბოლნიში ნანამასწავლებელმა, ბოლნიში. წარმოადგინა მეუფე ეფრემი რო გვესწრებოდა და პედაგოგთა კონფერენცია რო გავმართეთ, აი პირველად ჩვენ მან ვიხილეთ ნანამასწავლებლის ძალა და ასე თქვათ განსაკუთრებულობა. იქ დავრწმუნდით ჩვენ და ეხლა უკვე მთელი საქართველო დარწმუნდა ამაში და ჩვენ ძალიან გვიხარია. მოკლედ ეხლა ასეთი სიტყვა არის წამჯვარებული ამ თემას, რომ ასეთი რამე წერია, თავდაპირველად სახარებაში წერია, იყო სიტყვაო. ნახეთ რა უცნაურია, თავდაპირველად იყო სიტყვა. და სიტყვა იყო ღმერთთან. და სიტყვა იყო ღმერთი. ნახეთ, ღმერთი იყო სიტყვაო. თქვა ღმერთმა, იყოს ნათელი და იქმნა ნათელიო. ესე იგი, ამით ხვდებით, რომ იყო ბნელი და სიტყვით იწყებს ღმერთი შემოქმედებას. ანუ სამყაროს შექმნა სიტყვით შესძლო ღმერთმა. და აი, აგვით, ეხლა მე მოსდევს ესეთი იგავი თესვარზე, რომ მივიდა თესვარი თესვად, ანუ კაცი, რომელიც თესავს მიწას, მოხნულ მიწას. ნახეთ ახლა ერთი ზოგი მარცვალიო გზის პირას დაეცაო, გზა ხო მოხნული არ არის ბავშვებო. მერე მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს. ამოვიდოდა იქიდან, ანუ ესე იგი ფრინველებმა შეჭამესო. ზოგი ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბოლომდე არ იყო მიწა და მალევე აღმოცენდა, მაგრამ მზემ დააჭყნო და გახმა, ანუ ვერ განაყოფიერდა, ანუ მოსავალი ვერ მიიღო. ზოგი ეკალბარდებში ჩაცვიდა, იზარდა ეკალი და ერთიანად მოშთო ყველა. ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა და ნაყოფიც გამოიღო. ზოგმა 10, ზოგმა 100, ზოგმა უფრო ბევრი და ასე შემდეგ. ეხლა ეს ამბავი რომ მოყვა, მოციქულებმა უთხრეს, რომ აბა მაგითო რას გვეუნებიო, იგავებით რატო გველაპარაკებიო, აგვიხსენიო. ხოლო მან მიუგო და უთხრა, იმიტომ რომ თქვენ მოგეცათ სათა სასუფევლის საიდუმლო ცოდნა. ესე იგი, 64-ში როგორ დავიბრუნოთო, 64 ამის ცოდნა მოგეცათო, ხოლო ამათ არ ისმინეს, არ მოусმინეთო, რადგან ვისაც აქვს, მას მიეცა და მიეტევა, ხოლო ვისაც არ აქვს, წაერთმევა ისიც, რაც აქვს. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ხედველობაში ვერ ხედავენ, მსმენელი ვერ ისმენენ და არც არა გაეგებათ რა და მართლები მათ მიმართ წინასწარმეტყველები, რომელებიც ამბობენ, სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ანუ წინასწარმეტყველებაში ეწერა ეს და აი ეს ასრულდაო. ესე იგი, ხილვით დაინახავთ, თითქოს იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ, რაც დასანახიაო, რადგან თქვენი გულიო ცოდვამ დაფარაო, ყური დაეხშო და ვეღარ გესმისო, თვალიც უკვე დაიფარა და ვეღარ ხედავთო. ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი, იმიტომ რომ ხედავენ და თქვენი ყურნი, იმიტომ რომ ისმენ. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სულ დაეხილა ისი, რაც ხედავთ და ვერ იხილეს. ანუ ბევრი წინასწარმეტყველი დიდი მამები ნატრობდნენ, რომ ნეტა ქრისტე ჩვენ გვანახაო. და თქვენ კიდე ქრისტეს უსმენთო და ვერ გაგიგიათ რას ამბობსო, რომ დაუჯეროთ. და ბოლოს ქრისტემ განმარტა, რომ აი ეს იგავი რას ნიშნავსო. ყველას, ვინც ისმენს სასუფევლის სიტყვას, ანუ სასუფევლის სიტყვა არის, რომ როგორ დავიბრუნოთ 64-ო. ამ სიტყვას ვინც ისმენს, მაგრამ არ ესმის იგი, არაფრად აგდებს. მიადგება უკეთური და მოსტაცებს გულში ჩათესილს. ნახე, ესე იგი, რაც კი ჩავთესეთ გულში, წაგვართმევსო ის ბოროტი ძალაო. ეს არის თესლი გზის პირას რომ დაითესა,
ანუ მალევე რომ ვერ აღმოცენდა. ხოლო ქვიან ადგილას დათესილი ის არის ვინც ისმეს სიტყვას და მაშინვე სიხარულით იღებს მას, მაგრამ ფესვი არ აქვს მასში და უდღეურია. და როდესაც მიაწევს ჭირის დღეს ან დევნის სიტყვის გამო, ანუ როცა უკვე ქრისტიანობის გამო დევნა წავაო და რაღაცა, შეეშინდება და დაანებებს ქრისტიანობას თავი, ანუ ბოლომდე ვეღარ შეინარჩუნებს. იმიტომ რომ ფესვი არ აქვს გულშიო ღრმად გამდგარი. და ცდუნდება, ხოლო ეკალ ბარდებში დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობს სიტყვას. აი, ზოგს გამდიდრება უნდა, ზოგს რაღაცა ნირთი უნდა და რაღაცა დროის ტარება უნდა და ასეთი ადამიანიც უნაყოფო იქნებაო. პოხიერ ნიადაგზე დათესილი კი ის არის, ვინც ისმენს და კიდევ შეიგრძნობს სიტყვას და ამიტომაც გამოაქვს ნაყოფი 1:100, 1:60 და 1:30. ანუ ნახეთ ახლა ეს დათესვა, აი თესლი, ეს არის ღმერთის სიტყვაო. ხო და ჩვენ კი ვისმენთ ღმერთის სიტყვას, მაგრამ ზოგი ისმენს და მალე ივიწყებს, ზოგი არ ისმენს, ზოგი გაიგებს, მაგრამ მალევე ავიწყდება და მხოლოდ ის ადამიანი დაიბრუნებს ცათას ასუფეველს, ვინც ყურადღებით მოისმენს, გაიაზრებს, გულით ირწმუნებს და საქმითაც დაასურათებს ამას და თავისი საქმე იქნება ზუსტად ისეთი, როგორსაც ღმერთი მოითხოვსო. ამიგავში თესველი თავად ქრისტეა. ეხლა განმარტებელი გვეუბნება. სიტყვა ღვთისა ნიადაგი ადამიანის გულია. ქრისტე ყველგან თესავს თავის სიტყვას. მან გამოარჩია მოციქულები, რათაც მათაც იგივე გაეკეთებინათ, გაეგრძელებინათ მათი საქმიანობა და ეთესათ ღვთის სიტყვა. ქრისტეს ეკლესია დღესაც განაგრძობს ადამიანთა გულებში ღვთის სიტყვის თესვას. ანუ ფაქტობრივად, აი ჩვენ რომ მამაო გვიქადაგებს, ახარებას მოვისმენთ, რამეს წავიკითხავთ, ამ ყველაფერს, ხო? ესე იგი ჩვენ გულებში ქრისტეს სიტყვა ითესებაო. და ეხლა შენ გულში როგორი ნიადაგი გაქვს, ფესვს გაიდგამს თუ არა, უკვე შენ მდგომარეობაზეაო და ამის მიხედვით მოგეგება მერე ღვთის მადლი. იგავი გამოარჩევს ღირსეულ მსმენელს უღირსი მსმენელისაგან. ღირსეული ცდილობს მისი აზრის გაგებას, უღირსი კი უყურადღებობას იჩენს მოსმენელის მიმართ. ვინც არას ცოდავს სიტყვით, იგი სრულყოფილი კაციაო. ნახეთ, ანუ ვინც ასე უბრალოდ სიტყვებს არ ისვრის დაუფიქრებლად, მასე შეიძლება ჩვენმა დაუფიქრებელმა სიტყვამ ერთმანეთს გული ვატკინოთ, ერთმანეთს დავამწუხროთ, დავადარდიანოთ, ან რაღაცა სისულელე წამოგწდეს, აი ხუმრობით ვახსენოთ არასწორად ღმერთის სახელი ან რაღაც. ამიტომ ამას უნდა კარგი დაკვირვება, ვისი სიტყვაც კეთილია და შეცდომებამდე არ მიხავს ადამიანი, სრულყოფილიაო. ხედავთ რა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შიგნით რაც აგაქვს, ის სიტყვა წამოა. აი გული როგორიც აგაქვს, თუ გული გაწმენდილი გაქვს, შვიდათ აგაქვს, სიყვარულით სავსეა, შენი სიტყვა სიკეთით ალერსიანი იქნება, თბილი იქნება და ყველასთვის სასიამოვნო. მაგრამ თუ შენ გულში არის ესე იგი ნაღველი, ბოღმა, მწუხარება, დარდი, წყენა, შური, მაშინ შენი სიტყვა შესაბამისად იქნება აი ესე იგი უდიერი, ის რომ სხვას გულს ატკენს და იქნება მოკლედ ცივი და იქნება გულმოსაკლავი. ვინც სიტყვით თაყვანსცემს ღვთის ხატად და შექმნილ ადამიანს, ის თაყვანსცემს ღმერთს. და პირიქით, ვინ შეურაცხყოფს და ლანძღავს მას, შეურაცხყოფს და ლანძღავს პირველ სახეს თავად ღმერთს, ვისი ხატება და მსგავსებაც გახდა ადამიანი. აი, შენ წარმოთვის სიტყვა და იგი არასდროს მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავროზე. იცით აქ რა არის ნათქვამი, ბავშვებო? ჩვენი ყოველი წარმოთქმული სიტყვა უფალთან იქნება განხილული და ყველა წარმოთქმულ სიტყვაზე პასუხი უნდა ვაგოთ.
აი თუ არასწორად ვიხმარეთ, რაღაც არასწორად სხვას მოვექეცით, აი ამ ყველა სიტყვაზე უფალი პასუხს მოგთხოვს. აი ესეთი რთული სამსჯავროელის ადამიანს. ყოველდღიურად, ეხლა ნახეთ რა საინტერესო ფსიქოლოგიური დაკვირვებებია. ყოველდღიურად აი აჩიკო ბექოშვილი. ყოველდღიურად აჩიკო თურმე ადამიანი 6000-მდე სიტყვას იყენებს. აბა რას ვიფიქრებთ იმაგას? წარმოიდგინეთ, დღეში ადამიანი ამდენ სიტყვას ამბობს. სიტყვამ აქტიურობა მიიღო სამყაროს შექმნისთანავე და კაცობრიობის არსებობის ბოლომდე ასე იქნება. ამიტომაც მას იმაზე მეტი მნიშვნელობა და ძალა აქვს, ვიდრე ნებისმიერ ადამიანს წარმოუდგენია. ფიზიკურ ტკივილზე მტკივნეული სწორედ სიტყვაა და პირიქით, ზუსტად ერთმა სიტყვამ შეიძლება შეცვალოს სამყარო. აი ადამიანს ზოგჯერ ისე უხეშად ეტყვის ადამიანი, რომ აი შეიძლება იმ სიტყვამ გული მოუკლას. ხო არის, აი შენმა სიტყვამ გული მომიკლაო, რო ეტყვიან ხოლმე, აი ესე შეიძლება. ყველას გაგიგიათ ფრაზები, ძალიან კარგი ამბავი გავიგე, ეს განწყობა მთელი დღე გამყვება, ასე რო იციან. უიმე, რა კარგად გამოიყურები ელენე ძინძიბაძეს რო უთხრა ეხლა და გაიღიმა ელენემ, ხო? ხო და შეიძლება ისე თბილად უთხრა, რომ ელენეს გაყვეს კაი ხასიათი, ვინ შეხვდება ყველას ჩაეხუტოს. მაგრამ ასე უთხრა, რას გავხარ შეუპატრონოო, რო უთხრას მასწავლებელმა მოსწავლეს, დამწუხრდება, ლამაზი გოგო თუა, ხო? ხო უნდა ასეთი სიტყვა არ ვაკადროთ ჩვენ ერთმანეთს, უნდა მოვეფეროთ, მოვეალერსოთ. კი ბატონო, სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, მას შეუძლია ხასიათის ცვლილება, დაავადებების გაჩენა, დაავადებებისკენ განკურნება, თავდაჯერებულობის გაზრდა შემცირება, მოტივაციის და განადგურება და სხვა. თუ ვინმე იტყვის, რომ ცუდად არის, აი თქვათ, მაგალითად, როგორ ახარ, ჩვენ ხო ვიცით ხოლმე ესე, აი რომ შევხვდებით ერთმანეთს, აბა როგორ ახარ, გივი მასწავლებელო რო აი ზოგმა როგორ რა ვიცი, აბა როგორ ვარ, რასათქმელი ვარ, ზოგმა ცუდად ვარ, ანიტყვის, რა ვიცი, აბა ეს ცხოვრებაა, ზოგმა იცის ხოლმე, ეს რა ცხოვრება. აი ნახეთ, თუ წუწუნს იწყებ, თუ ვიშვიშებ, თუ ასე თქვათ, ესე იგი, გამართულად ვერ ამბობ, რომ კარგად ვარ, დიდება უფალს, როგორც ვარ, ხო? თუ ვერ ამბობ, ამ სიტყვას ისეთი ძალა აქვს, რომ მართლა მოეშვები და რა ძალაც გქონდა იმ ძალასაც დაკარგაო, აი ამის თქმა უნდა. ესე იგი, თუ ვინმე იტყვის, რომ ცუდად ვარ, მისი ნერვები მაშინვე დაიწყებენ მისი ბრძანების შესრულებას, ანუ მართლა ცუდად ხდები. აი თქვი ის სიტყვა და ეგრევე ამ დროს არ იყავი ცუდად, რას ეჩვე და მართლა ცუდად არ გახდი. მართვითი ცენტრისთვის ეს სიტყვები ბრძანება, ანუ ეს თითქოს რო ცუდად ვარ, რო გამოაცხადე, თითქოს შენი მართვის სისტემას, ხო? აქ განწყობას უთხარი, რომ მე ცუდად ვარ და მოეშვი და მართლა ცუდად არ გახდი. აი ზოგჯერ რო იტყუებ ადამიანი ცუდად ვარ, ვითომ თავს ისაწყლებს. შეიძლება ამ მოტყუებული სიტყვით ცუდად ვარ, მართლა ცუდად გახდეს ადამიანი. ამიტომ უარს ვამბობთ გამოსავლის ძიებაზე. თუ ვინმე დაიწუწუნებს, რომ ზედმეტად მოხუცია, დაიღალა და უკვე აღარ შეუძლია რამის კეთება, ესეც სრულდება. აი ასეთი მნიშვნელოვანია სიტყვა. მისი სხეული მხოლოდ ამ სიგნალს იღებს და სიტყვას რეალობად აქცევს. ასე რომ სწორედ წარმოთქმულ და გააზრებულ სიტყვას არა მხოლოდ დადებითი აურის და გარემო შექმნა შეუძლია, არამედ წარმატების მოტანაც შეუძლიაო. სწორედ ერთ სიტყვას შეუძლია ფრენა გასწავლო. ამიტომ დააკვირდი შენ თავს, დაიწყე ფიქრი, აზროვნება, გააკონტროლე შენგან გამოსროლილი თითოეული ბგერა. მას დიდი ძალა აქვს. აი ახლა აი შენ რო ადამიანს ეტყვი, მიყვარხარო, ხო? და მეორე, ან როგორ ახარ, კარგად ვარ. აი მამა ჩემა იცოდა ხოლმე, მამა როგორ ახარ რო ეტყოდი. ძალიან კარგად ვარო მეტყოდა. ამ დროს კაცი ლოგინიდან ვეღარ დგებოდა, ისე ცუდად იყო. მაგრამ ასე მეტყვა, ძალიან კარგად ვარო, აი მთელ ძალას დაატანდა ხოლმე ამ სიტყვას რა. ესეთი უცნაური წესი ჰქონდა. სიტყვას აი რა შეუძლია ადამიანთა გაბედნიერება. ნუგეში რო ეტყვი, აი მაგალითად რაღაცა მწუხარება შეექმნა და შენ დაურეკავ და ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, რო ეტყვი.
აი რა ძალა აქვს სიტყვას. ალერსი სიყვარული გამხნევება, თათა დანგრევა და ქალაქების გაშენება, ეს გურამ ტოჩანაშვილის სიტყვა. სახარებაში ქრისტე გვასწავლის, რომ ადამიანს მოწამლავს არა შემავალი, არამედ გამომავალი. რას ნიშნავს ბავშვებო? შემავალი ხო საკვებია, აი, საჭმელს რო ვჭამთ. ამიტომ სახარება ნახე რას გვაქვს, ჩვენ ასე გგონია, რომ თუ შხამს შევჭამთ მოწამლულს, გავხდებით ცუდად. ქრისტე კიდე სხვანაირად გვეუბნება, შემავალი კი არ წამლავს ადამიანს, ანუ საკვებიო, გამომავალიო. გამომავალი არის სიტყვა. ნახეთ, თუ ცუდ სიტყვას ვიხმარ, მომეწამლება გული და სულიერი სამყარო. აი რა ვნიშნავ, თუ ეტყვი, ჩემო სამყარელო, ჩემო ძვირფასო, ძალიან მიყვარხარ, ძალიან ფაქიზად მოვეპყრობი, ხო ადამიანს, მაშინ დამშვიდდება ყველაფერი. აი ასეთი რამ გვიწერია. იშხამებაო, დიახ. ეხლა მესამე მცნება რა გვასწავლის? დაუკვირდით რა მნიშვნელოვანია ქრისტეს მესამე მცნება გვასწავლის, რომ ამაოდ არ ვახსენოთ უფლის სახელი. რა არის ამაოდ? აი, ტყუილად რო ხმარობენ, რო არ აკვირდებიან სიტყვას და შეიძლება გაიხუმრო ან რაღაცა სახუმარო ამბავი მოყვე, ან ისე წამოგწდეს ღმერთის სახელი. აი აქ პირდაპირ ცნება და ღმერთი გვასწავლის, ცნებაში გვასწავლის ღმერთი, რომ არაფრით არ შეიძლება ღმერთის სახელი აი ასე უბრალო ხუმრობით და გართობით რო წარმოვთქვათ, იმიტომ რომ ღმერთის სახელი უნდა დიდებით ვთქვათ და მადლობით ვთქვათ. ამიტომ დაუკვირდით, აი ესეთი მცნება არ ახსენო უფლის სახელი, ამაოსა ზედაო, ანუ მოწიწებისა და ესე იგი დიდების და თხოვნის გარდა ასე უბრალოდ ღმერთის სახელის ხსენება არ არის სწორეო. იყო ერთი გამოჩენილი მეცნიერი, ეს პატრიარქის ეპისტოლედან არის და ძალიან მომეწონა. ეს ძალიან ცნობილი მეცნიერი კაცია ნიუტონის სახელად, ნიუტონის კანონი ხო გაგიგიათ? ხო და როგორი თვისება ჰქონდა ამ კაცს? აი ვინმე რო დაელაპარაკებდა, აი თქვათ ილია ჭიათურელი ჩავიდა ნიუტონთან და რაღაც საქმეებზე საუბრობენ. თუ ილია ღმერთს ახსენებდა საუბარში, ღმერთის ხსენებაზე, ქუც მოიხდიდა თურმე და ფეხზე დგებოდა. ანუ იმდენად თაყვანს სცემდა უფალს და იმდენად უყვარდა და მოწიწებით ექცეოდა, რომ მისი სახელის გაგონებაზეც ფეხზე დგებოდაო. აი ესეთი ძალიან საინტერესო აზრი წერია. დიდი ცოდა, ახლა ჩვენ ბავშვებო ხშირად არ ვაკვირდებით და დიდი ცოდვა ყოფილა ძალიან ბილ სიტყვაობა. ბილ სიტყვაობა არის, როცა კაცი იგინება, როცა ქალი იწევლება, როცა აი რაღაცა უძდელურ სიტყვას ხმარობთ. ეს ძალიან ცუდიაო. განკითხვა არაფრით არ შეიძლება, აი როცა სხვა ადამიანზე ცუდს ვსაუბრობთ ჩვენ. ქრისტიანობრივმა სიყვარულმა უნდა დაადუმოს შენი ენა. თანაც ამბობენ, რა ცოდვითაც განიკითხავ მოყვას, იგივე ცოდვით დაეცემი შენცო. ანუ მე რო ეხლა რომელიმე თქვენგანზე ვთქვა, რომ აი ამას ესა და ეს ცოდვა აქვს, ხო? თუ ასე გავაკეთე და ვთქვი ეს, რომ მე იგივე ცოდვით დავეცემი, იმიტომ რომ ვინც ერთმანეთს ადამიანებს რამე ცოდვით განიკითხავს, ის შემდეგ თავის საქციელში იგივე ცოდვით, რითიც განიკითხა თავისი მოყვასი, იმ ცოდვით დაეცემა. და ბოლოს ჩემო ძვირფასებო, ასეთი დობის სახური კაცის შესახებ მინდა მოგიყვეთ. მოკლედ ერთ კაცს ყავდა ძალიან კარგი ლამაზი ცხენი. ხო და ამაყობდა ეს კაცი, რომ აუ რა მაგარი ცხენი ყავს, მთელი სოფელი ამბობდა რა მაგარი ცხენი და ერთ კაცს ძალიან მოუნდა ამისი ცხენი. მოვიდა და ასე უთხრა, რომ მოიტა მომყიდეო. არა უკაცო რა სამობო. ფული რა თმინდაო, მე ამ ცხენის გარეშე ვერ ავძლებო. ამდენჯერმე უთხრა და არა უარი მიიღო. მაშინ ამ კაცს იმდენად ძალიან უნდოდა ეს ცხენი, რომ გადაწყვიტა, რომ ტყუილით ჩაეგდო ხელში. და ასეთი რამე გააკეთა. გადაიცვა მათხოვრის ფორმა, სოფლის განაპირას დაჯდა და თავი მოიმკვდარუნა, ვითომ ძალიან ცუდად არის.
მოვიდა ეს კეთილი კაცი იყო, კაცო ეს ცხენიანი კაცი და გააჩერა და მივიდა, ჩამოვიდა, უთხრა მეგობარო, რა გჭირს, რაში დაგეხმარო? ამან უთხრა, რომ ისე ცუდად ავარო, რომ ექიმთან მინდა სადღაც წასვლაო. მოვიდა ცხენზე შეგისვამო, მე წაგიყვანო. არაო, მოიცაო. ექიმმა ასე მითხრა, რომ თუ ცხენზე შეჯდები, მარტო უნდა შეჯდეო და შენ აბა ხო არ მოთხოვებ ამ ცხენსო, რას ამბობო კაცო, წაიყვანეო, აბა რა თმინდა ცხენიო. ხო და აჰაო, შენი იყოს, წაიყვანე და მე აქ დაგელოდებიო, რა შეცდა ეს კაცი. ოღონდ მეო მაგ ცხენის გარეშე ვერ ავძლებოდა, გთხოვო, რომ როცა იმკურნალებო, აქ მოვიყვანეო, მეო გინდა 2 დღე იყოს, 3 დღე აქ დაგელოდები, არსად არ წავალ. მართლაც ის ვითომ ნენელა შეჯდა, ხო და ვაი, იტკიებს და რომ გაცდა 10-20 მეტრი, გაიმართა ცხენზე, ხო და მოგატყუეო, მორჩა ეს ცხენი ჩემიაო და თუო შენ გქონდაო აი კაცის სახელიო, ეს ცხენის გამო გქონდაო. ხო და ეხლა ეს ცხენი ჩემიაო და ეგ ამიხდება ამ სოფლებში ყველაზე მაგარი სახელიო და კარგად იყავიო და შემოჰკრა ცხენი უნდა წავიდეს და ეს კაცი ეუბნება, რომ წაიღეო ძმაო, სიკეთეში მოიხმარეო, ოღონდ ერთი თხოვნა შემისრულეო. ეს ამბავი არსად არ მოყვეო, გთხოვო რა. ბიჭო, წამოვიდა ეს კაცი, მოაჭანებს ცხენს და ამ კაცის სიტყვა ყურში ჩაესმის. და იმის მოიქცა ცუდად და მოტყუებით ცხენი მოსტაცა და იმან უთხრა თან, რომ ეს არსად არ მოყვეო. ანუ ნახეთ, ესე იგი, ეს რა ცუდად მოიქცა, რომ მოტყუებით ცხენი მოპარა და ვისაც მოპარა, იმან უთხრა, რომ არსად არა თქვაო და გაუკვირდა ძალიან. ვერ მოისვენა ბავშვებო, მოატრიალა ცხენი, ისევ 20 მეტრაზე მიუახლოვდა და დაუძახა. რატომ მითხარი ეგაო? რომ არავის არ უთხრაო. მე რომ მეთქვაო, რომ არავის არ უთხრა, გასაგებიაო, იმიტომ რომ დაუმალავდი, მინდა რომ დაუმალო ეს ამბავი, არავინ გაიგებსო. შენ რატომ მითხარი, არსად არა თქვიო, ეგ ვერ გავიგეო. რატო და უთხრა, რომ აი ეგ ამბავი რომ გახმაურდესო, რაც შენ გააკეთეო. ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ნდობა და სიყვარული დაეკარგებათო. და სადაც ჩვენ შორის რომ ნდობა გაქნებაო, იქ ბოროტი ძალა მოვაო. ბოროტი ძალა სადაც იქნება, იქ სად არის სიყვარული და ღმერთიო და ადამიანები დახოცავენ ერთმანეთს, ამოწყვეტავენ. ამიტომ არ მინდა ცხენიო, მთავარია ნდობა არ დაიკარგოს კაცთა შორისო. ბიჭო, გაუკვირდა ამ კაც, ჩამოვიდა ცხენიდან, მეუყვანა და უთხრა, შენ რა მაგარი კაცი ყოფილხარ, კაცო, ეგ შენ ცხენი კი არა, შენ ყოფილხარ მაგარი კაციო, ახლა შენი ცხენით შენი იყოსო. ხო და შენ გენაცვალეო, მე მაპატიერო, ცუდად მოვიქეციო, რას წარმოვიდგენდიო, შენ თუ ასეთი კეთილი კაცი იყავიო და ალოცა მთელი გულით შენდობას თხოვა და მე ასე წერი ამ ამბავში, რომ ამ მასპინძელმა კაცმა სახში მიიპატიჟა და კაი სუფრა გაუშალა, დამეგობრდნენ და მთელი ცხოვრება კაი მეგობრობა გასწიესო და ამ პატარა ამბავს ნდობის მსახური ჰქვია. აი ჩვენც როგორ მოვიქცევით სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, ასე თუ კარგად მოვიქეცით, შეიძლება ნდობის მსახურები ჩვენც გავხდეთ ჩვენი საყვარელი ხალხისთვის. აი ესეთი საყვარელი პატარა თხზულებაა. მამა ზაქარია, აბა ეს სიტყვის მნიშვნელობაზე რომ თქვენც ვესაუბროთ და მოგესალმებით ბავშვებო, სამშვიდობის საერთოდ დაგლოცოთ, გაიხარეთ, მშვიდობა მოგცეთ. საინტერესო გასაკვეთი იყო, ასე თქვა, უკვე გაიკვეთა და ყურადღებით ისმენდნენ ბავშვები, მადლობა ბავშვებს იმისთვის, რომ აქ არიან და ისმენენ ამ ყველაფერს. ხო, რაც შეეხება სიტყვის ძალა, ძალიან კარგად ჩამოყალიბეთ ლექსო შენ და თქვენ ახლა ისე კარგად იყო, იქ რამდენიმე წმინდა მამა იყო ნახსენები და აგრეც არის და თუნდაც ჩვენ ცხოვრებაშიც ხო, ყველაზე მთავარი რაც არის პრაქტიკა არის ყველაფერი, ხო? როცა ჩვენ ბავშვებს ვასწავლით მთავარს, ერთმანეთის მიმართ იყვნენ მიმტევებლები. რომ იცი რა, მაგალითად ვიღაცამ რომ ცუდად მოგექცა, თუ შენ მას რაღაცა შეურაცხყოფელ სიტყვას ეტყვი, ამით უფრო მეტად გამძაფრდება ურთიერთობა, ხო? თქვათ, ყველაზე მარტივი რო თქვათ, ყოველდღიური ცხოვრებაში რაც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ თუ ეტყვი, არა უშავს რა მოხდა მერე,
ვის არ მოსვლია დაამშვიდებ შენ იქეთ. უკვე ამ შემთხვევაში ხა ბოლოს რაც თქვა ლექსო მასწავლებელმა, უკვე ნდობას მოიპოვებ იმ ადამიანის თვალში, რომელიც ცდილობდა რომ შენთვის შეურაცხყოფა მოეყენებინა, რაღაცა დაჩაგვრა, რაღაცა ქონდა მიზნად. შენ იმას ეტყვი, არა უშავს, რა მოხდა მე ხა, ვის არ მოსვლია, რაღაცა და როცა ადამიანი ყოველთვის არის მომართული შერიგებისთვის, ურთიერთობის ასე ვთქვათ, დალაგებისთვის, ის ყოველთვის ეძებს ისეთ სიტყვას, რომელიც რაღაცა კონფლიქტით, რაღაც განწყობილ ადამიანს განაწყობს უკვე მის მიმართ მშვიდობის მოყარეთ, ხო? ეს არის ყველაზე მთავარი და ამიტომ ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ვისწავლოთ ჩვენ, ხო, ეხლა ბავშვები როცა ხართ, თქვენ ბირჯერ არის შემთხვევები ერთმანეთს რაღაც გარკვეული ეს ბავშვური შეურაცხყოფელი სიტყვებით ან რაღაცა სიბრაზით მიმართავთ. თავიდანვე როცა მიეჩვევით იმას, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენოთ, ერთმანეთს პირიქით სიყვარულით მოექცეთ, ეგ უკვე დაგიბრუნდებათ თქვენ ძალიან ასე ვთქვათ დადებითად, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, როგორც ცხოვრობთ, როგორც ვექცევით სხვას, ისევე მოგვექცევიან შემდეგში სხვა ადამიანები. ამიტომ რაც მალე მივეჩვევით ერთმანეთის მიმართ სიყვარულით და რა ვიცი, ლამაზი სიტყვებით მოფერებას, მით მეტად ჩვენი ცხოვრებაც გალამაზდება. ერთად აგლოცოთ და მშვიდობა მოგცევ, მშვიდობიანი გამეტალოცებულობით. ასევე ესე იგი წაგიკითხოთ კიდევ ერთი პატარა ტესტი ასეთი პატარა ხზულება. ნახეთ როგორ იტყვის სიმართლესო. ნახეთ რა საინტერესოა. ერთ აღმოსავლეთის ხელმწიფეს საშინელი სიზმარი დაესიზმრა. ერთი მეორის მიყოლებით ყველა კბილი დაძვრა და დიდ ტკივილებს განიცდიდა. ამით შეწუხებულმა გამოღვიძებისთანავე იხმო სიზმრის ახსნელი, აი სიზმარს რო ახსნიან ხოლმე რა, ეს რას ნიშნავს, ის რას ნიშნავს. მან ყურადებით მოისმინა და ხელმწიფეს უთხრა: ჩემო ბრძანებელო, ცუდი ამბავი უნდა გაუწყოთ. კბილების დაკარგვა და ტკივილი ნიშნავს, რომ ყველა თქვენს ნათესავსა და ოჯახის წევრს დაკარგავთო. ამ ახსნამ ხელმწიფე განარისხა და იგი დილეგში ჩააგდო. დილეგში ანუ ტყვეთ ციხეში დაიჭირაო. ამის შემდეგ სხვა სიზმრის ამხსნელს დაუძახეს. სხვა მომიყვანეთო, მაგან რა იცისო, გაბრაზდა. იმანაც მოусმინა მთელი გულისყურით და მიუგო: ჩემო ხელმწიფეო, იმან ხო უთხრა ცუდი სიზმარი გინახავთო, ამან კიდე უთხრა კარგი სიზმარი გინახავთო. თქვენ უფრო დიდხანს სიცოცხლებთ, ვიდგერ თქვენი ოჯახის ყველა წევრი და ნათესავიო. ხელმწიფეს გაუხარდა და უხვის საჩუქრებით გაისტუმრა. კარისკაცები გაოცნენ და დასაჩუქრებულს კითხეს: კი მარა, შენმა წინამორბედმაც ასევე ახსნა ეს სიზმარი, მაგრამ ის დილეგში ჩასვეს და შენ კიდე დაგასაჩუქრეს. რაშია საქმეო? ანუ ორივემ ერთნაირად ახსენითო და რანაირად არისო, რომ შენ დაგასაჩუქრეს და ის კიდე დაიჭირეს. თქვენ მართალი ხართ, ჩვენ ორივემ სწორედ ავხსენით სიზმარი, მაგრამ მარტო სიმართლის თქმა არ არის საკმარისი. თავარია როგორ იტყვის სიმართლესო. აი, ამ სიმართლეს კი იტყვი ეს არის, მაგრამ აი როგორ მოყვები ამ სიმართლეს. ნახე, იმან ასე უთხრა, რომ ყველა ახლობელი გარდაგეცვლებაო, მოგიკვდებაო და ამან კიდევ ის კი არ უთხრა, რომ ვინმე მოგიკვდებაო. თქვენ ყველაზე დიდხანს იცოცხლებთო. ნახეთ და ესე იგი ლამაზად უთხრა სათქმელი და მეფესგან დასაჩუქრებაც მიიღო, ეგრე რომ ჩვენც უნდა დავიწყოთ ამ სიტყვის კონტროლი და ესე იგი შევეცადოთ, რომ ეს სიტყვა ისე ვიხმაროთ, რომ ამ სიტყვამ სიკეთე და სიყვარული მოიტანოს. წმიდა შუშანიკი ქვემო ქართლის სპიტიახშის ვარსქენის მეუღლე იყო.
ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. კეთილი ურთიერთობის დამყარების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთის მეფეს პეროსს ეწვია. საკუთარი ნებით უარყო, ჭეშმარიტი სარწმუნოება და მაზდეანობა მიიღო. როცა შუშანიკმა ვარსქენის განდგომის შესახებ შეიტყო, წარე ცრემლით გამოიტირა მეუღლე. საცოდავი გახდა უბადრუკი ვარსქენი, რადგან უარყო მან ჭეშმარიტი ღმერთი, აღიარა ატროშანი და შეუერთდა იგი უღმერთოებს. შემდეგ შუშანიკმა დატოვა სასახლე. თან წაიყვანა თავისი 4 შვილი და ეკლესიას შეაფარა თავი. უფალო ღმერთო, შენი მოცემული არიან და შენ დაიცავი ესენი. სული წმიდის მადლით, წმინდა ემბაზისაგან განათლებულნი, რომ იყვნენ ერთი სამწყსო, ერთი მწყემსისა, ჩვენი უფლის, იესო ქრისტესი. საღამოს წმიდა შუშანიკი თავისმა მოძღვარმა იაკობ ხუცესმა მოინახულა და გააფრთხილა სულიერი შვილი. ვარსქენი დაუნდობელია და საშინლად გაგტანჯავს. ამიტომ თუ საკუთარი სიმტკიცის იმედი არ აქვს, სჯობს მოერიდო მასთან დაპირისპირებასო. უმჯობესია მისი ხელით ჩემი სიკვდილი, ვიდრე მისი და ჩემი შეყრა და ჩემი სულის წარწმედა. რადგან მსმენია პავლე მოციქულისაგან, არ არის დამონებული ძმა ან და არამედ დაშორდნენ. სამი დღის შემდეგ პიტიახშიც ჩამოვიდა ცურთავში. მან მეორე დღესვე იხმო ეპისკოპოსნი და მღვდელნი თავისთან დალმობიერად უთხრა, რომ არაფრის გამო არ მორიდებოდნენ მას და არც შეეძულებინათ იგი. მათ კი მიუგეს რჯულის უარმყოფელს, რომ საკუთარი თავიც დაღუპა და ისინიც. გაგულისებულმა ვარსქენმა მათი საშუალებით მოსთხოვა მეუღლეს, შეეწყვიტა მისი შეურაცხყოფა და სასახლეში დაბრუნებულიყო. შუშანიკმა წარე დამხილა პიტიახში და ღვთისმსახურთა პირით მტკიცედ შეუთვალა. ვარსქენმა ჭეშმარიტი ღმერთი უარყო და ცეცხლს ცათაყვად. ამიტომ როგორც მან შეურაცხყო შემოქმედი, ასევე შეურაცხყოფ მე მას და თუნდაც მრავალი ტანჯვა მომაყენოს. არ გავხდები მისი საქმეების თანაზიარი. ამგვარი პასუხით განრისხებულმა ვარსქენმა თავისი ძმა ჯოჯიკი და აფოც ეპისკოპოსი გაგზავნა წმინდა შუშანიკის სასახლეში წამოსაყვანად. დედოფალმა შინ დაბრუნებაზე კვლავ უარი განაცხადა. ჯოჯიკმა იცოდა, რომ ვარსქენი მას ძალით მიიყვანდა სასახლეში და სთხოვა, ნებით დაბრუნებულიყო. და როდესაც ძალიან აიძულეს, ადგა ნეტარი შუშანიკი. თან წაიღო წმიდა სახარება და მოწამეთა წმინდა წიგნები და სასახლეში დაბრუნდა. მაგრამ იქვე, ახლოს, ერთ პატარა სენაკში განმარტოვდა. ორი დღის შემდეგ სასახლეში დაბრუნებულმა ვარსქენმა პურის საჭმელად ძმასთან და რძალთან ერთად წმიდა შუშანიკიც მიიწვია.
დედოფალს არ სურდა ქრისტეს მოღალატე ქმართან ტრაპეზის გაყოფა, მაგრამ ჯოჯიკმა და მისმა ცოლმა თხოვნით რომ მეტისმეტად შეაწუხეს, სასახლეში გაჰყვა მათ, მაგრამ იქ არაფრის გემო არ გასინჯა. ჯოჯიკის ცოლი მოსაძლიერებლად მცირეოდენი ღვინის დალევას აიძულებდა. როდის ყოფილა აქამდე, რომ კაცებსა და ქალებს ერთად ეჭამოთ პური. დედოფალმა ჯოჯიკის ცოლს ხელი აუკრა მოწოდებულ ჭიქაზე, რომელსაც ღვინო სახეში შეესხა. გამხეცებულმა ვარსკენმა სასტიკად ცემა მეუხლე. ცოცხალ მკვდარი შუშანიკი ჯოჯიკმა ძლივს გამოჰგლიჯა მას ხელიდან. პიტიახშმა ბრძანა, შეეკრათ დედოფალი და ბორკილები დაედოთ. შემდეგ ვარსკენის ბრძანებითვე ბორკილებ დადებული დედოფალი ერთ ოთახში შეიყვანეს და დარაჯი დაუყენეს. დილით პიტიახშმა მოინახულა შუშანიკი და მსახურს უბრძანა, რომ სასტიკად ნაცემ დედოფალთან არავინ შეეშვა. თვითონ კი სანადიროდ წავიდა. შუშანიკის მოძღვარმა მოახერხა დატყვევებულ დედოფალთან შესვლა და როცა მისი ნაწამების სახე იხილა, ხმამაღლა ატირდა. ნუტირი ჩემთვის, რადგან სიხარულის დასაბამი გახდა ჩემთვის ეს ხამი. იაკობ ხუცესი ევედრა წმიდანს, მიეცა ნება მისთვის პირიდან სისხლი და თვალთაგან ნაცარი მოებანა და ჭრილობებზე სალბუმი დაედო. ხუცესო, ნუ ამბობ მაგას, რადგან ეგ სისხლი ჩემი ცოდვების გამწმენდია. ამასობაში დიდი მარხვაც დადგა. წმიდა დედოფალი კვლავ ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა ბნელ სენაკში გადავიდა და მარხვა ლოცვასა და ტირილში გაატარა წინა სააღდგომო მარხვა. აღდგომის მეორე დღეს ბრძოლიდან დაბრუნებული ვარსკენი ეკლესიაში მივიდა. დაიწყო მან გინება და სასტიკად ღვთისგმობა და ეპისკოპოსს დედოფლის სასახლეში დაბრუნება მოსთხოვა. მღვდელს, რომელიც დედოფალს გამოეკომაგა, კვერთხი დაჰკარა ზურგზე. დედოფალი კი თრევით წამოათრია ეკლესიიდან სასახლის ეზომდე, ტალახში და ეკლებზე. წმიდა შუშანიკს კალთები და სხეული წვრილ-წვრილად დაეგლიჯა ამ ძეცვზე. სასახლის ეზოში ჯოხი დაჰკრა თითქმის 300-ჯერ. და როდესაც ვარსკენმა დაინახა, რომ დიდძალის სისხლის დიოდა დედოფლის სხეულს, მაშინ ბრძანა ჯაჭვის დადება მის კისერზე და საპყრობილეში ჩაკეტვა, რათა იქ შიგნით მომკვდარიყო. 6 წელი გაატარა წმიდა შუშანიკმა ციხეში. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლოცვა, მარხვა და სხვა ღვთის სათნო საქმეები. საპყრობილეში მყოფი, იგი თავად ამხნევებდა მის გასამხნევებლად მისულ ქრისტიანებს. დახმარების მიღების მაგივრად თვითონ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მისი ლოცვით ავადმყოფები იკურნებოდნენ, უშვილოებს შვილი ეძლეოდათ. დედოფალი ყველაზე უფრო შვილების ცეცხლთაყვანის მცემლობაზე გადაპირებამ შეაწრწუნა. დაიწყო მან ღვთისადმი დიდი ტირილით თაყვანისცემა. გმადლობ შენ, უფალო ჩემო,
რადგან იყვნენ არა ჩემნი, არამედ შენი მოცემული. როგორც გნებავს, იყოს შენი ნება უფალო. და მე დამიცავი მტრის საქმეთაგან. სიკვდილის წინ წმიდა მოწამემ ველანი დალოცა და ითხოვა და ესაფლავებინათ იქ, საიდანაც პირველად გამოათრია ურჯულო ქმარმა. შემდეგ ფსალმუნის სიტყვები გაიმეორა. კურთხეულარს, უფალი ღმერთი ჩემი, რამე თუ მშვიდობით მასზე და დავწევ და დავიცინე. და მიაბარა თავისი სული ყოველთა შემწყნარებელ უფალს. სამღვდელოებამ და ერმა ნაწამები დედოფლის გვამი ნაანდერძევ ადგილას დაკრძალა. მე-6 საუკუნეში ქართველებმა წმიდა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს. წამები საგვირგვინითა შეიმკვე მეუღლისა შენისაგან, დედოფალო წმიდაო შუშანიკ, და წარმავალისა დედოფლობისა წილ მოიგე სუფევაი წარუალი, და აწკადნიერად მდგომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკუდავისა ქრისტესა, მეოხ გუეყავნ მაქებელთა შენთა სანატრელო.